თავისუფლება კრიმინალებს სალომე ზურაბიშვილისგან პოლიტიკურ აგონიაში მყოფი პრეზიდენტის საეჭვო გადაწყვეტილებით საპატიმრო ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებულმა ძმებმა რეზო და ფირუზ წულუკიძემმა დატოვეს. სპორტსმენი ძმების სახელი არაერთ დესტრუქციას და დაპირისპირებას უკავშირდება. ჩნდებოდნენ ყველგან, სადაც ნაცმოძრაობა სჭირდებოდა. დააკავეს 2021 წლის 15 აპრილს რიონის ხეობაში გუმათში ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე. წულუკიძემმა ძმებ ჭელიძეებთან და ილდა რანთაძესთან ერთად პროვოკაციის მიზნით არეულობა გამოიწვიეს. შემდეგ კი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. აჭარელი ძმები ფიგურირებდნენ ბუკნარში ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირებაშიც. წულუკიძეები მაშინ არეულობის პროვოცირებას და ვითარების ხელოვნურად დაძაბვას ცდილობდნენ. ვისგან იღებდნენ დავალებებს წულუკიძეები რთული გამოსაცნობი არ არის. ეს ვიდეო ძმებისა და ექს-პრეზიდენტის ვიდეო დიალოგს ასახავს. მასალა თავად მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, რომელიც მაშინ უკრაინას აფარებდა თავს. ცვლილებები დაიწყება ხულოდანო, ბატონო პრეზიდენტო. ესეთი განწყობით არის ყველა აქ. გადაწყვეტილება მიღებულია ხვალიდან ამ საქმეს შეუდგებით. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო უნდა გაჩვენოს, სადაც შენ ესაუბრები მიხეილ სააკაშვილს. ალბათ იცი ეს ვიდეო. კი, მე თუ ესაუბრები ვიცი. ხო, ამ თემაზე როდი შედგა ეს საუბარი და იყო. ახლა რა შუაშია მიხეილ სააკაშვილი გეხვეწები მითხარ. ყოფილი პრეზიდენტის ფავორიტი ძმები აჭარიდან დედაქალაქში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ნიკა მელიას დასაცავადაც. მაშინ, როდესაც ნაცმოძრაობის ექს-თა უმჯდომარე საკუთარ ოფისში იყო გამაგრებული. ფირუზ წულუკიძე სამართალდამცველებს ემუქრებოდა. სპეცნაზს გვინდა მოუწოდოთ, რომ არ მოვიდნენ, იმიტომ რომ აქედან ხელსარიელები წავლენ დარწმუნებული ვართ ამაში და ამისათვის ჩვენ ყველაფერს აუცილებლად ველოდებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ხელსარიელი წავლენ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ. სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ 9 პირს შორის მოხვდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორიც. ირაკლი გვაზავამ თანამზრახველებთან ერთად ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით სამედიცინო დაწესებულების რემონტის პროცესში განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა მიითვისა და სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა. შარშან დააკავეს 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა პრეზიდენტის წყალობით უკვე თავისუფალია. წარმავალი პრეზიდენტის გაუგებარ გადაწყვეტილებას საეჭვო ნაბიჯად აფასებენ მმართველ გუნდში. სახელმწიფო პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ შეწყალებები მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მუხტის აწევის მცდელობას უკავშირდებოდეს. თუკი რაიმე უბედურება შეიძლება ადამიანმა იკადროს, სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს ცდილობს, რომ მაქსიმალურად ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ყველაფერი იკადროს და გააკეთოს. ახლა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ხო, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეიწყალა და პირდაპირ, რა ვიცი, წაახალისა ძალადობა და მე გვიკვირს რატომ ხდება ძალადობა, ხო? სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირდაპირ უნდა გმობდეს ზოგადად ძალადობას და პირიქით წაახალისა და შეიწყალა ადამიანი, რომელმაც პოლიციელებს ესროლა მოლოტოვის კოქტეილი და ცოცხლად წვავდა ახალგაზრდა ხალხს. კონკრეტულ ადამიანებზე ვერაფერს გეტყვით, ვერ დავახასიათებ, მაგრამ ფაქტია, რომ ნებისმიერი შეწყალება, რომელიც თავის პრეზიდენტობის პერიოდში სალომე ზურაბიშვილმა განახორციელა, სერიოზულ ეჭვებს გადებს კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ცდილობა აქვს, რომ ქაოსში შეიყვანოს ეს ქვეყანა. ამ დროს, როდესაც კრიმინალებს და ნაცმოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ ის ძმები, ხო? გარკვეული არგუმენტი ჰქონდათ, რატო დააკავეს. ამას იწყალებ, პლუს დანარჩენ კიდე კრიმინალს. პრინციპში მრჩევლად ყავს ქალბატონი ეკა ბესელია და არ მიკვირს. გამგები გაიგებს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვათ, ბოლო რამდენიმე დღე დარჩა ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს. მადამ ფრანცუჟინკას. და როგორც ჩამოვიდა, ისე მოუწევს უკან წასვლა. არ მგონია, რომ ამ ადამიანებმა განსაკუთრებულად მოინანიეს თავიანთი ნამოქმედარი, განსაკუთრებით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა ადამიანებმა და შემთხვევით ხომ არ უკავშირდება ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ადამიანების გათავისუფლება ჩვენს ქვეყანაში და თბილისის ქუჩებში მიმდინარე მოვლენებს. დამატებითი მუხტის შემოტანა ხო არ უნდა სალომე ზურაბიშვილს თავისი შეწყალების მექანიზმის გამოყენებით. ეს კითხვა არის საზოგადოებაში და კეთილინებას გალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა და ამ კითხვას გასცეს საზოგადოების წინაშე პასუხი.
ის რაც საეჭვო მომართველი გუნდისთვის მისასალმებელია ოპოზიციისთვის. რადიკალები ზურაბიშვილს საქციელს უწონებენ და საკუთარ მხარდამჭერ ძმებ წულუკიძეებს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ. შეწყალება არის რა თქმა უნდა პრეროგატივა პრეზიდენტის, რაც შეეხება ამ ადამიანებს, მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ძმები წულუკიძეები იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, მათი დაპატიმრება მოხდა იმის შემდგომ, რაც აქტიურად იყვნენ ეს ხალხი ჩართული ოპოზიციურ საქმიანობაში, ამიტომ მათ შეწყალებას მივესალმები. წულუკიძეები იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, სხვა საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ეს არის დისკრეციული უფლებამოსილება კონსტიტუციით მინიჭებული საქართველოს სახელმწიფო მეთაურისთვის. რამ და ვინ გადააწყვეტინა ზურაბიშვილს სკანდალური ნაბიჯის გადადგმა. ჩვენი ინფორმაციით შეწყალებების უკან ეკა ბესელია დგას, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის ახლო გარემოცვაშია. მის ადვოკატობას და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შემტანის ფუნქციას ითავსებს. ეკა ბესელიას სახელს წარსულში საეჭვო შეწყალებები უკავშირდება. საზოგადოებაში არსებობს ეჭვები, რომ პატიმრების თავისუფლების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდა. ერთ-ერთი სკანდალი ეგრეთ წოდებული კოკაინის საქმეა. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი წლების წინ ამტკიცებდა, რომ სწორედ ბესელია იყო ის კანონმდებელი, რომელიც მასზე ზეწოლას ახდენდა და აღნიშნულ საქმეზე 5 მსჯავრდებული შეწყალებას დაჟინებით ითხოვდა. დავუკავშირდით ელისაშვილს და ეკა ბესელიასაც, თუმცა სატელეფონო ზარებს არც ერთი მათგანი არ პასუხობს.